გამარჯობათ მეგობრებო, თქვენ უყურებთ Telzen Tastings, ჩვენ ვიყოფებით ლისზე და შემოგთავაზებთ საინტერესო challenges. Challenge-ის შესასრულებლად აუცილებელია მოტოციკლზე რაღაცა დანადგარების დამონტაჟება, რომ ეს challenge შემოგთავაზოთ. ამისთვის დაგვეხმარა მოცკუტი, სადაც დაგვიმონტაჟებენ აი ამ ყველა ბექას გიჟობებს და შემდგომ დავბრუნდებით ისევ ლისის ლოკაციაზე და შეუბერავთ ერთად. მოვედით მოცკუტში, ნუცუბიძის 113 ნომერში, სადაც ოქროს ბიჭები შემოგთავაზებენ მოტოციკლებზე ჩვენი გამოგონებული თემატიკის მონტაჟს. როგორ დაგვემწამოთ ახლა გაჩვენებთ რას აკეთებენ ბიჭები. აგერ არის ჩვენი მოტოციკლეტი, რასაც ბექას გიჟურ ამბებს ხორცს შევასხავთ, ესე ვთქვათ. აი ხა ხდება ტოსტი პროსეკოს მონტაჟი, დაწვენილი იქნება, ხო დიტო ალბათ. დაწვენილი და ანუ ეს ეხა რა ხდება, ეს მოტოციკლეტის სამაგრზე მონტაჟდება ეს, რომ ანუ ესე ვთქვათ დიდი გახსნილი გაზეთ უნდა ავიდე აღმართზე, ისე უნდა გავხსნა შემდგომ რომ გავჩერდები, რომ არ ავფეთქდეთ. ბექას აქვს ნაყიდი კოლბები, რომელი კოლბებიც, რა ვიცი, აი არ მინახია ჯერ თვალით როგორია და უნდა ვნახო რას აკეთებს. ეს რა არის, ბიჭო, ეს რა არის? ამით როგორ შეიძლება მოხდეს სასმლის ვაფშე სასმელი ამაში რატომ უნდა ჩაასხა ამაში ისხმება სასმელი და უნდა მოკლედ ოფროუდში უნდა ავიდე ამ სასმელთან ერთად ისე რომ წვეთი არ გადმომესხოს მადლობა მოტოსკუტს კიდევ ერთხელ სანამ ლისი ავალთ გამოიწერეთ ჩვენი არხი არის Telzen Tasting და ესეთ გასაოცარი არაორდინალური ვიდეოები თუ მოგეწონებათ კიდე სხვა რაღაცეების გქონთ მოტოციკლეთის გარდა კიდე სხვა რაღაცეები გყავს რომელ რაღაცეებსაც ამ ვიდეოს მოწონების შემდგომ დავა ანონსად. რა არის აქ? აქ უშუალოდ სასმელის ჩაესხმა. ნახე რა ისე არის გაკეთებული რა, გეგუნება ქარხნულად არის. მოკლედ აბა ერთი გადაკოქვა ნახოთ გადაკოქვა როგორი არის. რავი, ნახოთ. აჰა, всё. აბა ვნახოთ რა მოხდება. შევხვდებით მთაში. დავბრუნდით ლისზე, მადლობა მოცკუტის ბიჭებს, ყველაფერი დამონტაჟებულია. ეხლა შემოგთავაზებთ challenge-ის პირველ ეტაპს. უნდა გავიარო აი ეს აღმართი და გადავიდე ესე ვთქვათ უგზაო უფრო გართულებულ off-road-ში, სადაც ასვლის შემდგომ უნდა მოვხსნა ეს და გავხსნა ისე, რომ არაფეთქდეს. challenge-ის შესასრულებლად მაქვს 1 წუთი. ისე უნდა გავხსნა რომ არ ავფეთქდეთ. ნახოთ ტოსტი პროსეკო. და რო გავხსნა რას გისურვებ? აია ანუ ბექა რა სიტყვი ჩამითვლი დღევანდელ ამოსვლას როგორი იყო ანუ ჩავაბარე ძალიან კარგი ეხლა გადავდივარ შემდეგ challenge-ზე მოკლედ ამაში ვასხავთ ალკოჰოლს როგორც ვისაუბრეთ მონტაჟის დროს იქნება ალკოჰოლი და აქედან არ უნდა გადმომესხას წვეთი რა თქმა უნდა ეს თავსახურები ძრება და ეხლა უნდა გავიარო ცოტა რთულ გზებზე ავიდე ჩამოვიდე დაღმართებზე და როგორ დავძლევ ამ ყველაფერს ნახოთ აბა რა მოხდება Yo! კმაყოფილი ხარ ბექუნა შენ? მე კმაყოფილი ვარ რა. მე რა ვიცი, ცოტა უკმაყოფილი ვარ, იმიტომ რომ უცბად რომ ამოვდიოდი, ინსტინქტურად off-road-ი გამეხსნა და ცოტა რთული გზით წამოვედი და მე მივხვდი რომ კამერა იქით ეყენა და უკან დავბრუნდი, იქ დამექსა გზაში. და საბოლოო ჯამში კაი გზა გამოვიარა, იქ და მთიდან ამოვედი რა.
მაგას ჩავასხი და ბექას დაავიწყდა ის არა ქვია კამერაზე იმაზე გადაღებაზე დაჭერა და ეხლა კიდე ამოვიღო და ჩავასხა მეზარებას ხო ასასვლელი ვარ მთაზე ჩასხმულია რა ანუ ეს ჩასხვის პროცესი თუ ძალიან გაინტერესებთ რა ვიცი რა ესე აი ნახეთ როგორ ფენი ესე გადმოვატრიალე აქ ჩაისხა მე აქეთ გადმოვატრიალე აქ ჩაისხა და აქ ცოტა გამიჭირდა იმიტომ რომ აი ესე არის რა მოვიდა არ ვიცი მაგრამ ცოტა ესე არის მაგრამ მაგრა კი არა ჯერ მაინტერესებს შედეგი ანგოსტურა შედეგი როგორი იყო ძალიან კაი შედეგი მქონდა ტოსტეც ძალიან კაი შედეგი მქონდა და ეხა ეს რაღაცა ატომური ბომბა დამიმონტაჟა ბექამ მუცელზე იდეაში ერთი მედალია და ერთი ბექამდალია კიდევ ორი ცალი უნდა მდებოდა აქ მაგრამ ახლა როგორც ჩემი მოტოსფერებში არის ქვევიდან ვეშვები კი არა ამოვდივარ აღმართზე და ისე უნდა ამოვიდე რომ ეს საცმელი თან გზაში გავხსნა მართლა ექსტრემალური სიმერე დეთქვი ძალიან კაი არის. შემდეგი ჩელენჯი რა არის? არ მოგიფიქრებია? მეგონა რომ ამ სამს ვერ გაართვენით, რაღაც მოგივიდა. დააფიქსირეთ. აი ესე ხდება რა. ესეთი სუსტი წარმოგედგინე ბექა? მოიფიქრა როგორც იქნა მეოთხე ჩელენჯი, სადაც არის ესეთი ამბავი რა. როგორ უნდა გავხსნათ ტყის პირობებში, უგზაობაში, ოფროუდის ტერიტორიაზე, ესე ვთქვათ, ლუდი. რა გვაქვს ესტრელა წარმოდგენილი. ეხლა მე შევეცდები, რომ ტყეში გავხსნა ლუდი. ნუ რა შეიძლება ერთი თემატიკა არის ეს, მაგრამ შეიძლება ეს სახეზე გადავისყოთ, იმიტომ რომ ესტრელას რბილი თავი აქვს. მეორე ბოთლი თუ არა გაქვს და თავზე არ გადაისხავ, გაქვს სანთებელა. სანთებელა ყველას უდევს, როცა ტყეში მიდის. შეიძლება არც გედოს, მაგრამ რაღაცა საკეთებდე და მაგისთვის გინდოდეს. სანთებელას ვიჭერთ და ვხსნით. სანთებელას თუ არ გვაქვს უკვე აი უკვე სირთულე და შემოტრიალდების უქვები, რაღაცები, ეგეთი რაღაცები არის და ეხლა უნდა ვნახოთ შემდეგი გზა. ვიყურებით და პოულობთ ტოტს. თუ გახსოვთ ის ძველი ლეგენდარული ვიდეო, აშალახა ჯოხს ვიჭერთ და აშმალახას ვუკეთებთ, გახსოვთ ეგ ვიდეო? აი ზუსტად ესეთ ჯოხს პოულობთ და ნახეთ ბუნებამ გაამზადა სპეციალურად სახსნელ ჯოხი. ეხლა შევეცდები რომ სახსნელ ჯოხის ბექას თვალი ამოვთხარო, გარგაინძრე. და ხსნით ტოტით. აი, ტოტის თუ ვერ იპოვე? ანუ სად ტყეში ტოტს ვერ პოულობ? კი, არის ეგეთი ტყეები. სად არის? უხეო ტყეები არსებობს. სად არის? არსებობს ეგეთი ტყეები უხეო. შენ არ იცი თუ არა არის ასეთი ტყეები უხეო? აჰა, მაშინ ძმაო, თუ ეგეთი უხეო ტყეებია, შეგვიძლია ესეთი რაღაც ვქრათ. არაფერი არ არის, ხე არ არის, ანუ წყალიც არ არის, არაფერი არ არის ვაფშე. და მოკლედ ისეთ ადგილას ვარ, სადაც არც ხეა, არაფერია, ნუ არ ვიცი ეგეთი ბუნება სად არის და სად რა სიძახის ბექა რა აქ ნანახი ესეთი, არ ვიცი, მაგრამ არის ქვა და აჰა ძმაო. აჰა და დალია. ესე შეგიძლია გახსნა ტყეში ისა რა ქვია, ბოთლი. ეგ გინდოდა? მიიღე. არ ვიცი. ლევან. ლევან იმყუჩიზის იქით. იქით რატო ჩასვით მომბას გაფიცებ, სოდო არის. აი, ზათხარ მეხუთე ჩელენჯისთვის. მეხუთე არა, ის წავედი, კარგად იყავით. დავთავდა დღევანდელი დღე, გემშვიდობებით, მეგობრებო, მადლობა. კარგი. საჭუქარი ვერ მიიღე. არა, მაშინ მზად ვარ. აბა რა ხდება? მეგობრებო, პირველ რიგში რაც უნდა გავითვალისწინოთ სულ ყველა, მაინც გენიალურ ადგილას ვართ, თბილისიდან, რა ვიცი, 5-6 წუთის გზაზეა. თბილისია რა, იგივე რა, ლისი. აქეთ ეს ლაშეტვა არის, ყველაზე ლამაზი ადგილია და ეხლა ჩვენ ეს რა გავტეხეთ აქ ესე ავტოვებთ, დაჟე სხვისი ნაგავიც მიგვაქვს და რო იცოდეთ რა, ესეთ ბუნებაში რო გამოხვალთ და ისიამუნებთ, არ დაანაგვიანოთ რა, ისევ ჩვენი აქაურობა და რაღაცნაირად გაუფრთხილდეთ ყველაფერს, იმიტომ რომ ამ ბოლო დროს მე ხშირად დავდივარ ხოლმე არა მარტო ენდუროთის, სხვა ოფროუდის საშუალებებით და ისეთ ადგილებში ისეთ ნაგავს ხედავ, რომ ეს არის ძალიან საშიში ქვეყნისთვის და ვაფშე რა, უკულტურობა არის მთელი ერის რა და ჩემი თხოვნა იქნება და რავი ჩვენი გამომწერების ვინც გამოგვიწერთ რომ სისუფთავე იყოს პირველ რიგში ბუნებაში რომ გამოხვალ სისუფთავე შევინარჩუნოთ ჩათვალეთ იგივე თქვენი სახლი არის რა აი ეს არის ჩვენი ნაგავი რაც ჩვენ არა მარტო ჩვენი აქვს სხვისიც ჩავყარეთ და ეს ამას წავიღებთ და გადავაგდებთ სპეციალურ ადგილას სადაც უნდა ჩაიყაროს ნაგავი რა იქნება მეხუთე ჩელენჯი თუ ეს ვიდეო მოაგროვებს 5000 ნახვას 500 ლაიქს და 50 კომენტარს შენ საჩუქრად გადმოგეცემა მისტერი ბოქსი
აუ რა მაგარია, მეგობრებო, მოკლედ რა, ეხა ისეთი რაღაცა შემოგთავაზა ბექამ, რომ ნუ მოკლედ, აბა თუ გამახარებთ პირველ რიგში თქვენ და თუ მომცემთ იმის мотиваციას, რომ აი ეს ვიდეო რაც თქვა ბექამ ავიდეს 500 ლაიქზე, მე ესე იგი დავსაჩუქრდები. ხო და აი მე ხალხია დამოკიდებული ესე გამომწერებზე ჩემი საჩუქარი. ანუ მეგობრებო, ეხა მე რო საჩუქარი ვერ მივიღო, იქნება თქვენი ბრალი. მოკლედ თქვენ უყურეთ off-road tells and tasting open air on this house and თქვენ უყურებთ tells and tastings ბეკას გიჟური იდეებით, ჩემი გიჟური დათანხმებებით და განხორციელებებით. გამოიწერეთ ჩვენი არხი. ბეკას ეხა მზემ დააწვას, ახლა აწითლებული არის და კაკას დასვენება უნდა. და მოკლედ რა კადრის უკან ეხა რა ხდება? მოყვე ფუნა არის, ფუნის უკან არის ბიჭო ის ზაღლი ძალიან ცუდად გვიყურებს შენ ძმობას ვიცავ. აი მეცხვარე გვიყურებს ძალიან ცუდად და რაღაცნაირად უნდა მოვიქცეთ. ერთი წამი მანქანის კარები გააღებ.